მოგესალმებით მეგობრებო, ნერუ არის დღეს თქვენთან ერთად დავბრუნდით ისევ Mobile Legends-ის ახალი ეპიზოდით. ეს ეპიზოდი გათვლილი არის სოლო მოთამაშეებისთვის, ანუ ისეთი მოთამაშეებისთვის, რომლებიც მარტო თამაშობენ და ასე რომ ვთქვათ, Epic Rank-დან Legends-ზე, ანუ უფრო მაღალ რანგზე ასვლა უჭირთ. ამ ეპიზოდში დაგაკვირვებთ იმ ყველა ხრიკზე და მეთოდზე, რომელსაც მე ვიყენებ ხოლმე თამაშისას, მაშინ როდესაც სოლოზე ვთამაშობ და უფრო მარტივად დავწიო რანგი. კარგი, პირველ რიგში მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვიგოთ ლაინი, ამ შემთხვევაში როგორ მოვუღოთ ურანუს, რადგანაც ურანუს ვეჯიბრები, ანტიჰილის საწყობა გადავწყვიტე, რადგანაც ეს გმირი დაფუძნებული არის მთლიანად იმაზე, რომ სიცოცხლეს იმატებს. ასევე მას აქვს პასივი ეგეთი, როდესაც მას გამუდმებით ვუტევთ, ანუ სტაკები ევსება და ამ სტაკების გამო ეს რეგენერაციის ეფექტი, ანუ სიცოცხლის აღდგენის ეფექტი უფრო დიდი აქვს. შესაბამისად, რაღაც დროით უნდა გავჩერდეთ და ამის შემდეგ უნდა შევუტევთ, თუ გვინდა რომ უფრო მარტივად მოვკლოთ. Epic Rank-ზე როგორც წესი მოთამაშეებს ჩვევიათ ხოლმე გათამამება, ასე რომ ვთქვათ, ანუ როდესაც გონიათ რომ გიგებენ თამამდებიან და უფრო ასე რომ ვთქვათ, ტურენტთან ახლოს გებრძვიან და ცდილობენ მაქსიმალურად რომ დაგჩაგრონ და შენზე ძლიერი ვარო ეგ გაჩვენონ. აი მაგ ყველაფერს ვიყენებ ამ თუთა ზუსტად მე ურანუსის წინააღმდეგ ვაფიქრებინებ რომ ჩაგრავს, ვაფიქრებინებ რომ მისი პასივის შესახებ არაფერი არ ვიცი, მაგრამ როდესაც მომენტი მოვა დაინახავთ თქვენ თვითონაც რა მოხდება. ამ მომენტსაც თუ დააკვირდებოდით, მაქსიმალურად ვეცადე რომ გორდი ურანუს არ შეერთებოდა ბრძოლაში და მაქსიმალურად ვეცადე რომ ასე რომ ვთქვათ, იქიდან გამოტყუებინა, რის შემდეგაც ისე მოხდა რომ შეცდომა დაუშვა და მოვუყალი კიდეც. ამ ხრიკს ამ მეთოდს გაზონვის მეთოდს უძახიან, ანუ ვიცოდი რომ ურანუს მე ამ მომენტში ვერ მოვერეოდი, საშინლად დიდი სიცოცხლის აღდგენის უნარი აქვს, მით უმეტეს გააძლიერეს კიდეც ეს გმირი ამ ბოლო ხანებში, რის გამოთაც გადავწყვიტე რომ იმის მაგრად რომ ურანუს გავკიდებოდი, უბრალოდ გორდი დამინახე სიახლოვეს და გორდი გავზონე, ანუ არ მივეცი უფლება რომ ურანუს შეერთებოდა ბრძოლაში. ურანუსის სიცოცხლეს აღიდგენდა, ის კიდე დემეიჯს გავიკეთებდა, რის შემდეგაც მათთვის იმ teamfight-ის მოგება უფრო მარტივი გახდებოდა ალბათ. გათამამებაზე რო ვსაუბრობდი, აი ზუსტად ამაზე ვამბობდი ამ მომენტზე, მაგრამ სამწუხაროდ გადაგვირჩა და გაგვიქცა. ეს ყველაფერიც გათამამებაში შეითვლება, რადგანაც ურანუსის ესწრაფად იხდიან სიცოცხლეებს, როგორც ხედავთ, ფაზაზეც კი არ წავიდა და სავსე სიცოცხლით კიდე აპირებს რომ მებრძოლოს, რის შემდეგაც ულტი ისევ გამეხსნა და აი რა მოხდება ახლა. როგორც ხედავთ, გათამამებამ საბოლოო ჯამში შედეგი მაინც გამოიღო, ეხლა კიდე კუს მოკლის დრო არის, ამიტომაც ჩვენებს ჯობია რომ მივუთითოთ რომ კუმოკლან. კუს მოკლა აუცილებელი არის თამაში, რადგანაც მთელი გუნდი წინ მივდივართ ფარმით. რაც შეეხება გათამამებას, მაგ ხრიკსაც თითქმის ყოველთვის ვიყენებ ხოლმე მაშინ, როდესაც XP ლაინზე ვთამაშობ, მოწინააღმდეგეს ვაფიქრებინებ რომ მისი გმირის სკილები არ ვიცი, ან უბრალოდ თამაში არ ვიცი და ამის გამო მაშინ, როდესაც უკვე ანტიჰილს ვიყიდი, ან უბრალოდ ულტი გამეხსნება, მისი მოკლა მარტივი ხდება ხოლმე. კარგად დავაკვირდეთ ახლა ამ კონკრეტულ მონაკვეთს, რუკაზია ჩემი თვალები, ვხედავ გორდს და ჯანგლერს, ჩემიანება ჯანგლერი მოკლეს, რის შემდეგაც შემოჭ გორდის მიმართულებით ვაკეთებ, რადგანაც ჩემიანებს ცოტა სიცოცხლე აქვს და დიდი არის ალბათობა რომ გორდმა მისი ულტი გამოიყენოს და ჩემიანები მოკლას. ჩემი ულტის გორდისკენ გაკეთების მიზანი ზუსტად ის იყო რომ ის შემეშინებინა, უკან დაეხია და ულტი არ გაეკეთებინა, ხოლო ამის შემდეგ რა თქმა უნდა ურანუს შეუტია, რადგანაც ის უკვე შეხურებული ყავდა, ანუ მასზე თრო დემეიჯი უკვე გაზრდილი იყო და მის მოკლაში უფრო დიდ წვრილს შევიტანდით და გამომარტივებდით ჩვენიანებს მის მოკლას, ვიდრე როგორც რომ გავკიდებოდი უაზროდ, რადგანაც დიდი ალბათობით ვერ დავეცეოდი. პლუს იმის გამო რომ ურანუსი მოკვალეთ, ეხლა ნახევარი ტურენტის შილდით შეგუჩა, ასევე ხუთი შეგუჩა და ძალიან დიდ პლუსით წავედით. გათამამებაზე რო ვსაუბრობდი, აი ამ მომენტს დააკვირდით, ახლა მომწდებს როგორც ხედავთ მოწინააღმდეგის ჯანგლერი, მე მაქსიმალურად ვინახავ ჩემ ულტს და არ ვიყენებ მანამ სანამ ტურენტთან ახლოში არ მივალ. სამწუხაროდ მალევე გამიხეთქეს, მაგრამ იმის გამო რომ ურანუსი გათამამებული არის, ტურენტში შემოვიდა, დააბეით ასე რომ ვთქვათ თავისიანი, ტურენტის დემეიჯი არ აიღო, რის შემდეგაც გაბრაზებულმა რა ჩემიანი მოუკალიო და გადაწყვიტა რომ თვითონაც შემოსულიყო და მისი პეტი გაიზიარებინა. ზუსტად ამიტომ უნდა გავათამამოთ ხოლმე მოწინააღმდეგეები და შემდეგ შეცდომებზე დავიჭიროთ. მაღალ რანგებზე რა თქმა უნდა ეს ყველა ტაქტიკა არ გამოდგება, რადგანაც იქ უფრო ჭკვიანი მოთამაშეები არიან და მსგავს უაზრო შეცდომებს ფიზიკურად არ დაუშვებენ. მთავარი ტაქტიკა, რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ დღევანდელ ვიდეოში და რასაც ვიყენებ ხოლმე Epic Rank-დან გასაქცევად, არის ზუსტად ერეველის ტაქტიკა, როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად შეგიძლია აი ესეთი მოულოდნელი განკების გაკეთება და მოულოდნელი განკების დროს თუ რა თქმა უნდა გავთვლით ამ ყველაფერს, აი ესეთი რაღაცის გაკეთებაც. მოწინააღმდეგის ორი კაცი ზედა ტურენტში შემოკვდა და თავი მოიკლეს ფაქტიურად, ხოლო დანარჩენი სამი ბაზაზე გადასვლის შემდეგ და სიცოცხლის აღდგენის შემდეგ აი ესე მარტივად მოვკალით, რის გამოთაც ზუსტად გადაწყვიტეს მოწინააღმდეგეებმა რომ დავნებელოდნენ და ეს მატჩი ძალიან მარტივად მოვიგეთ.
კარგი, ახლა ვისაუბროთ მოდი Arrival-ზე და როგორ ვიზრდი მის დახმარებით მოგების შანსებს. Arrival-ი საკმაოდ დაუფასებელი სპელია ჩემი აზრით, რადგანაც მისი გამოყენება ძალიან ბევრ დანაირად შეიძლება, მარტო აი სამი მეთოდი რო ავიღოთ. პირველი მეთოდი არის შეტევის მეთოდი, ძალიან მარტივად შეგვიძლია დავტელეპორტირდეთ სხვა ლაინზე და ჩვენი ულტის მეშვეობით მოვკლათ მოწინააღმდეგეები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის საჭირო არის დროის სწორად შერჩევა, თუ ისეთ დროს გავაკეთებთ ტელეპორტს, როდესაც ჯერ კიდევ კრიფები გაუწმენდავი გვაქვს, დიდი არის იმის ალბათობა, რომ მოწინააღმდეგეები დაფუშავენ ან უბრალოდ ჩვენ იმ ლაინის კრიფებს ვყარგავთ. აი ამ შემთხვევაში მაგალითად ვიყენებ Arrival-ს იმისთვის, რომ ლაინზე ტურენდი დავიცვა, რადგანაც როგორც ხედავთ, ჯულიანი ფუშავს. როგორც დაინახეთ, თავიდან შუანად ლაინზე ვაპირებდი გადატელეპორტირებას, იმიტომ რომ ჯულიანი არ მყავდა შემჩნეული და საერთოდ Epic Rank-ზე ხშირი არის ხოლმე, როდესაც ბაზას გვპარავენ და ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ უბრალოდ teamfight-ებში ვართ გართულები და ყურადღება იმდენად მაპზე აღარ გვაქვს. Arrival-ი ზუსტად ამ პრობლემის აღმოფხვრაშიც გვეხმარება, ასევე გვეხმარება აი ესეთ რაღაცის გაკეთებაში, რაც ახლა გავაკეთე, მოწინააღმდეგის კრიფების უმეტესობა მოვკალი, ამის შემდეგ რეკალს ვაკეთებ ბაზაზე, რადგანაც სიცოცხლე აღვიდგინო, როდესაც რეკალს გავაკეთებ და ბაზაზე გადავალ, მაშინ ვაკეთებ Arrival-ს, რადგანაც უკვე გვაქვს და სანამ ჩვენი პერსონაჟი Arrival-ით ტელეპორტირებას ახდენს, მანამდე ჩვენი პერსონაჟი სიცოცხლესაც ერთხენს პარალელურად, რადგანაც ჩვენ მოწინააღმდეგე ცოტა ხნის წინ გაგვუშვა ცოტა სიცოცხლით, საერთოდ არ ელოდებიან, რომ სავსე სიცოცხლით ესე მალიავალთ მასთან. მარტო ამ სამი მეთოდით არის შესაძლებელი მაჩების მოგების გამარტივება. პირველი მეთოდი არის შეტევის მეთოდი, მეორე მეთოდი არის დაცვის მეთოდი, რადგანაც როდესაც ტელეპორტს ვაკეთებთ ტურენდში, ტურენდს სიცოცხლე არ აკლდება, ამიტომაც ვერც ბაზას და ვერც ტურენდს, მაშინ როდესაც ტელეპორტს ვაკეთებთ, ვერ აიღებენ ფიზიკურად. მესამე მეთოდის დახმარებით კიდე ფაქტიურად მოწინააღმდეგეებს სკილებს ვხარჯიებთ, დიდი ალბათობით მაგ მომენტში ჩვენზე ულტებსაც იყენებენ, ჩვენ შემდეგ ბაზაზე გადავდივართ, თუ რა თქმა უნდა გადავრჩით და გამოვიდით იქიდან და ისევ სავსე სიცოცხლით უგამბრუნდებით. რა ის გამოთა სიურპრიზის ეფექტიც არის, მათ სკილების ნაკლები აქვთ და teamfight-ის მოგებას და თამაშის მოგებაც შემდეგ ძალიან მარტივდება. ამ სამი მეთოდის გარდა კიდევ ბევრნაირად შეიძლება Arrival-ის გამოყენება, მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენი კიმი მოკლეს და კიმის დაწყებული საქმე მე დავასრულე, ანუ მოწინააღმდეგის ტანკი მოვკალი, რის შემდეგაც გაქცევა მიწევს, მაგრამ დაინახავთ თუ როგორ დაიძრება ჩვენი ფრანკო ჩვენსკენ, ამიტომაც გადავწყვიტე რომ გამეწელა ცოტა ხანი აქ ყოფნა, ლესლიმ აქამდე ულტი თუ არ გააკეთა, დიდი ალბათობით არც აქვს, ამიტომაც დისტანციას თუ დავიჭერ, სანამ ფრანკო მოვა ვერ მომკლავს. Arrival-ი საკმაოდ კარგი რაღაცა არის, მაგრამ მთავარი სკილი, რაც ამის გამოყენებისთვის დაგჭირდებათ, არის მაპის ცოდნა, უნდა იცოდეთ მოწინააღმდეგეები რა დროს სად არიან, უნდა იცოდეთ რომელი მოწინააღმდეგე როგორი სტილის თამაშს თამაშობს. ყველაფერს უბრალოდ თამაშ ეტაპურებითაც მიხვდებით, თუ რომელიმე მოწინააღმდეგე მაპს არ აქცევს ყურადღებას, შეგიძლიათ ეგ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ და მხოლოდ მას თან გააკეთოთ ხოლმე ტელეპორტი და მოკლათ ძალიან მარტივად, ასევე თუ რომელიმე მოწინააღმდეგე push თამაშობს, უნდა იცოდეთ ეგ ყველაფერი და სანამ ის push თამაშობს, თქვენიანებს დაეხმაროთ და პარალელურად ყურადღებას აქცევდეთ, რომ ტელეპორტით თქვენი ბაზა დაიცვათ და არ მისცეთ მას ბაზის აღების უფლება და ასე შემდეგ. ასევე თამაშის დასაწყისში შეგიძლიათ ესეთი რაღაცაც გააკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ X-ვილიანი ქვემოთ არის, გადავწყვიტე რომ ჯანგლერს დავხმარებოდი, ჯანგლერის დახმარების შემდეგ გადავწყვიტე რომ ცოტაოდენი დემეიჯი მეიჯისთვის გამეკეთებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე რომ ტელეპორტი ქვედა ლაინზე გამეკეთებინა, როგორც ხედავთ, დროში სუსტად ჩავედიე, არც ერთი კრიფი არ დამიკარგავს და ყველა კრიფი ცოცხალი არის, როდესაც იმ ლაინზე გავჩდი. ყველაზე მეტად Arrival-ში მე პირადად რაც მომწონს ის არის, რომ ჩემიანებს ფაქტურად ვაიზურებ იმას, რომ გუნდურად ითამაშონ, რადგანაც როგორც ხედავთ, იმის გამო რომ ქვედა ლაინი გავწმინდე და შემდეგ ზედა ლაინზე გავაკეთე ტელეპორტი, ყველა ჩემიანი შუან ლაინზე არის და იქ ჩხუბობს. ამ ხრიგით როგორც წესი, ფულშიც არ ჩამოვჩებით ხოლმე, პირიქით ყველაზე წინ ვართ, რადგანაც ორ ლაინს ერთდროულად წმინდავთ, პლუს ამას, რადგანაც ორი ლაინი გაწმენდილი არის და ლაინები იფუშება, მოწინააღმდეგის ერთ გმირს უწევს, რომ სულ ყოველთვის teamfight-ებიდან ჩახსნელი იყოს და ეს ლაინები წმინდოს და ჩვენიანებიც რა თქმა უნდა ერთად მოძრაობენ, რადგანაც უკვე მიჩვეულები არიან, რომ გვერდით ლაინები გასაწმენდით თითქმის არასდროს არ არის. ესეთ სიტუაციებში როგორც წესი ყოველთვის მოგებაში ვრჩებით, რადგანაც მოწინააღმდეგის ან ერთი გმირი მიდის გასაწმენდად ან ორი, ხოლო დანარჩენი მოწინააღმდეგეები რა თქმა უნდა შედარებით ცოტანი არიან, რადგანაც ჩვენიანები 4-ვენი ერთად მოძრაობენ. მსგავსი სტრატეგიებით Arrival-ის გამოყენება ძალიან ბევრ გმირზე შეიძლება, ზილონგზე, არგუსზე, სანზე, ყველა ისეთ გმირზე, რომლებითაც ფუში არის შესაძლებელი, მაგრამ მე პირადად მაინც X-Borg-ზე მომწონს ყველაზე მეტად ამის გამოყენება, რადგანაც ამ გმირს ორი სიცოცხლე აქვს და პირველი სიცოცხლე სანამ არ გაგვაკეთება, მეორეზე ფიზიკურად ვერ გადადიან და ცოტა ხნით იმუნურობით ვართ, რის გამოთაც აი ესეთ მომენტებს თუ შევქმნით, ან მოწინააღმდეგეებს შეუვარდებით ისეთ ადგილას, სადაც ეს არ უნდა შევარდეთ, ისინი ჩვენზე ხარჯავენ ყველა სკილს და ჩვენ რომც მოვკვდან, შემდეგ ჩვენიანები თამაშს იგებენ, რადგანაც ზოგჯერ სიკვდილითაც კი შესაძლებელია თამაში გადამწყვეტი როლი ითამაშო.
თუ არ ვსვდები, ზეღანდელი teamfight-ში მინიმუმ 3 ულტი დამახარჯეს და რომც არ დაეხარჯა იქ 3 ულტი, დიდი ალბათობით მაგ შემთხვევაში გადავრჩებოდი, ბაზაზე გადასვლასაც მოვახერხებდი და ბაზაზე გადასვლის შემდეგ ისე ვერაიველი თუკან დავბრუნდებოდი, რადგანაც გვაქვს როგორც ხედავთ და teamfight-ში ისევ სავსე სიცოცხლით ჩავერთვებოდი. ხოლო ამ შემთხვევაში იმის გამო რომ ძალიან ბევრი სკილები დავუახარჯეს, ჩვენიანებმა ძალიან მარტივად მოკლეს შემდეგ ისინი და ბაზაც აიღეს. სულ ეს იყო პრინციპში დღევანდელ ვიდეოში, რაზეც მინდოდა მესაუბრა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ ეს ზემოთ აღნიშნული ტაქტიკები უმეტესწილად დაბალ რანგებზე უფრო მუშაობს, ვიდრე მაღალ რანგებზე, რადგანაც მათ იციან ჩვენი ხრიკების შესახებ, კარგად იციან თამაში და უბრალოდ არ წამოიგებიან ამ ყველაფერს. ამ ტაქტიკით ფაქტიურად ჩვენ ყველაზე ცუდი მოთამაშეები გამოვდივართ, მაგრამ ვაიძულებთ ჩვენ გუნდს რომ უკეთესად ითამაშონ, გუნდურად ითამაშონ, რაც როგორც წესი ეპიკ რანგზე იშვიათობა არის ხოლმე.